უკრაინამ დონეცკის აეროპორტში რუსული დრონების მოსამზადებელი და შესანახი ბაზა დაბომბა. შეტევამ ზიანი მიაყენა ოკუპანტების ლოგისტიკურ ცენტრსა და საბრძოლო დანაყოფების საწყობებს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა. გამორჩეული ინტერიერის გარდა სასახლე საოპერაციო ოთახით, ლაბორატორიით, სტომატოლოგიური კაბინეტითა და სხვა სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. კარსელაძის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას პატიმრობა 9 მილიონიანი გირაოთი შეუცვალეს. ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება. გამოძიება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებასა და 1 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ეხება. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის ხელმძღვანელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ყოფილი გენპროკურორი რუსეთში იმყოფება, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ეს არის შეკვეთილი ბრალი, თუ სასამართლო ამგვარ სტანდარტს დაუშვებს, ეს დემოკრატიული ინსტიტუტების დასასრული იქნება, ამბობს ფარცხალაძის ადვოკატი.